იმედის გმირები საქართველოს ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებში დააჯილდოვეს. იმედის გმირებს მაია გეგუჩაძეს და გია ჯოხაძეს, ადამიანებს, რომლებიც სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ თანასოფლელებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ხოლო ოთარ მარშავას, ქირურგს, რომელიც აფხაზეთში ოპერაციებს ატარებს, სამინისტრო პორტატულ კომპიუტერს სახლში ჩაუტანს. ქართულის მასწავლებელს ირანში საიდ მულიანს კი განათლების და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და სასკოლო წიგნები გადასცა. წიგნი წელს შეიქმნა და ის სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვისაა განკუთვნილი. განათლების სამინისტრო საიდ მულიანს თავის საზაფხულო სკოლისთვის ნეტბუქებსაც გადასცემს. სამინისტროს სახელით მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმედის გმირს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც სამედიცინო სფეროს წარმოადგენენ და თავიანთი შრომით, თავიანთი ღვაწლით ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური გაწიეს, როგორც ქვეყნის წინაშე, ასევე თითოეული მოქალაქის წინაშე. ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული არის ესეთი დახმარება ჩვენ შრომას რომ აფასებენ. დიდი მადლობას გადავხდი ჯანდაცვის სამინისტროს, ტელეკომპანია იმედს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაგვიჭირა და გვერდში დაგვიდგა. მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველა კოლექტივის წევრს, რომელმაც დიდი შრომა და რუდუნობა ჩადოს, რომ ეს პროექტი ესე ორგანიზებულად და კარგად განხორციელებულიყო და მოხდარიყო იმ ადამიანების გახარება, ვინც აი ამ პროექტში მონაწილეობდა. მე მინდა იმედს გადაუხადო დიდი მადლობა, რომ ესეთი მაგარი კაცი, როგორც არის საიდი, თქვენ აღმოაჩინეთ, რადგან ეს არის ნამდვილი გმირი, ადამიანი, რომელიც თავისი სურვილით ასწავლის ბავშვებს ქართულ ენას და ამ წიგნების დღესვე საიდს გადასცემენ კიდე 5 კომპიუტერს, პორტატულ კომპიუტერს, ნეტბუქს, იმისათვის, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ბავშვებს უკეთესად ასწავლოს ქართული ენა ირანში. მინდა ასევე უღრმესი მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ მინისტრს, რომელიც აფასებს ჩვენს საქმეს, ქართული საქმის კეთებას საზღვარგარეთ და ასევე უღრმესი მადლობა გადაუხადო იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც მე ჩავიტან ფერეიდანში და იმის მეშვეობით ფერეიდნელი ბავშვები ისწავლიან თანამედროვე ქართულსა და წერა-კითხვას.